შუამარხოს ხუჩაბაც მადლიერებისა და წესიერების შესახებ. ძმებო, მამებო და შვილებო, სწავლისკენ მოგიწოდებთ და ვისურვებდი, რომ მრავალგვარი და მრავალფეროვანი სიტყვა მქონოდა, რათა როგორც კარგ მასპინძელს სიტყვის ნუგბარი უხვად დამედო, თქვენი რჩეული სულების კარგად გამოკვების შემძლე. მაგრამ ვინაიდან ღატა კი ვარ, თქვენს წინაშე ძლივ-ძლივობით მხოლოდ ცოტაოდენ პურსა და წყალს წარმოვდგამ და გევედრებით, ეს ნაკლული და უსარგებლო, როგორც სიყვარულის სურვილით გულმოდგინეთ ნათქვამი, მრავალი სიტყვა ისე მიიღეთ და ჩათვალეთ. ძალიან მიხარია და ვხიარულობ ღვთისამიერი თქვენი წარმატების, ცხოვრების, ერთსულოვნებისა და მორჩილების ხვაწლის მხნედ ზიდვის გამო და რადგან ჩემი უფლის სახელით ასე მრავალნი შევკრები ვართ ერთად, არა უბრალოდ და უპატიო ცხოვრებისათვის, არამედ მტკიცეთ და ღმერთის მოსაწონად ჩვენი წმინდა და ნეტარი მამების კვალზე შესადგომად, არა გასაყოფად აზროვნებით, თვითრჯულობითა თუ გულისხმით, არც ხორციელი სიყვარულით დასატანჯად, არც დასაკუთრებული ქონების გასაყიდად, არამედ ერთი სულით შეერთებულნი, ერთ სხეულად ქნილნი და გამრავლებულნი, როგორც ჭეშმარიტად ერთი სურვილისა და მიზნისკენ მიმავალნი, თითქოს სამოთხეში მყოფნი, ამ ანგელოზური და ზიარი ცხოვრების წარმატებისთვის და დასამონებლად და მოსაწონად უფლისათვის. ეს არა ჩვენი, არამედ ღმერთის წყალობა და ღვთისმშობლის მადლია. წმინდა მთავარანგელოზების, ყოვლადღებული მოციქულების, დიდებული ნათლისმცემლის და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის, ჩვენი დიდი წინამძღვრების ქველმოქმედებაა, რომელთაც კეთილი განზრახვით საღვთო სურვილის ფრთები შეგვასხეს. ჩვენი სიკეთის მაძიებელნი. ნებით ერიდან გაგვიყვანეს და ამ ქვეყნიურ საქმეებიდან ზეცაში აგვაფრინეს. თქვენი საღვთო გულმოდგინება ნეტარია, ღმერთის მიერ აღზრული ერიდან გამოსვლა თქვენი სანატრელია. ქრისტესთან დაწესებული ეს თქვენი გაჭირვებითა და შრომით სავსე ცხოვრება სამგზის სანატრელია. თქვენი სიკეთეები ასეთია და თქვენი ნიჭების სიდიადე ამდენია. მომავალ საუკუნო დიდებასა და გამოუთქმელ საზღაურს აღარ ვამბობ, რომელნით თქვენ მოგელით, რადგან მათი დიდებულება წარმოუდგენელია. ამ ყველაფრის გამო, როგორ არ იქნება ჩემთვის ამ ხატაკისა და უძლურისათვის სასიხარულო და სასურველი, რათა როგორმე გულმოდგინენი გაგხადოთ და განგამტკიცოთ. დაუძარცვავად რომ დაიცვათ კარგად შენახული და ყოვლითურთ სავსე თქვენი სულები, საქმით, სიტყვით, ვედრებითა და ლოცვით. ამიტომ მიხარია და თქვენი წარმატების გამო მხიარულობ, მაგრამ რამდენადაც სიხარულია, ჩემი შიში და ძრწოლა კიდევ უფრო მეტია, რათა ჩემი ცოდვების სიმრავლის გამო თქვენში რაიმე უწესობა არ შემოვიდეს. დამღუპელი მრავალი გაჭირვებითა და შრომით მოპოვებული და შეკრებილი სათნოებებისა. ზემოთ ნათქვამი ყველა თქვენგანის მიმართაა, ხოლო ახლა თითოეულისადმი ვიტყვი, რათა არავინ ბრძნობდეს თავით თვისით, არც მონაზნობის ღვაწლისაგან დაუძლურდეს, არც მოთმინების კლდიდან დაუცდეს ფეხი, რაც წინამძღვრის მიმართ ჭეშმარიტი რწმენაა. ან თუ ის იმ მრავალთავიან მზაყვარგველსა და ცოდვისკენ შემოცდენილ მრავალსახიანს სხვანაირად მიიღებს, ან ასეთი, ან ისეთი სახით რაიმეში, თუნდ რაიმე საუბარში, ან დუმილში, ან ყურებაში, ან გონებაში, ან სიმდაბლეში, ან სიამაყეში, ან სიმშვიდეში, ან გარეგნულ თუ შინაგან შფოთში, სულიერ და ხორციელ შეგრძნებათა მიერ, რადგან ეს ცოდვის მომგონებელი მრავალგვარია, ბოროტების მთესველი, მწარე სიბრძნის მასწავლებელი, ღმერთისგან განდგომილი, ანგელოზთა დამსმენი, რომელიც ზეციდან გადმოვარდა და როგორც ელვა მიწაზე ჩამოვარდა. ეს უკეთური მძარცველი, რომელიც სამოთხეში შევიდა და ჩვენი პირველი მამა განუსჯელობით აცდუნა, რომელმაც იმ დროიდან დღემდე მრავალი ფორმითა და მრავალი სახით ადამიანთა მოდგმა გარყვნა, ენები და წარმართთა ტომები ურწმუნოებისა და უღმრთოებისათვის გახლიჩა და თავად ქრისტიანებიც, რადგან ზოგიერთი ბოროტმწვალებლობაში ჩააგდო, ზოგიერთი კი უღირსა და ბილწ საქმეებში, რომელნიც თავისსავე წარწმენდის ორმოში ჩაყარა და ამგვარი სიბოროტისგან არ დაცხება. იგი ცდილობს, ძმებო, ჩვენს განგმირვას, დაჭრას და მოკლას ცოდვის ისრების მიერ. ნამდვილად ვიცით თუ ამ ჩვენი წმინდა სახის მონაზნობის მიმართ როგორი შრომა და შეურიგებელი ბრძოლა მოუპოვებია, როგორც ჩვენთვის მამათა მიერაა ნაუწყები, უფრო მეტად კი კარგი მოღვაწეების წინააღმდეგ, რადგან ეს უკეთურების წინამძღვარი მონაზნის დაცემას თავისი განდგომილი რაზმის დიდ გამარჯვებად და გამორჩეულ მამაცობად მიიჩნევს. ამიტომ შვილებო და ძმებო, გლოცავთ, გასწავლით და გევედრებით, ყოველი მხრიდან დაცულებმა, ყოველი მხრიდან აღჭურვილებმა და მთლიანად ჯაჭვშემოსილებმა ფრთხილად იარეთ. მოსაკლავად შემოსასვლელ ადგილს მათ ნურაფრით მისცემთ. ხოლო ეს მოხერხდება კეთილი სასოებით, მიუკერძოებელი აღსარებით,
ჩვენი ყოველი საქმისა და გულისთქმის გამოაშკარავებით, სიმდაბლით, შეუეჭვებელი მორჩილებით, მოთმინებითა და სულგრძელობით. გევედრებით და გემუდარებით ღვთისათვის, მომავალი საზღაურისათვის, ცხოვნებისა და მარადიული სიხარულისათვის, თუნდაც ჩაუქრობელი ცეცხლისა და მრავალი სატანჯველის გამო, მომავალშიც და მუდამ მომთმენი ვიყოთ, სიმამაცით ვისრბოლოთ, სიამენი დავთრგუნოთ, საცდურებს გვერდი ავუქციოთ, ცხოვრების ეს გზა უცოდველად გავლიოთ, ვანძღვა, შეურაცხყოფა, დაცინვა და გმობა მოვითმინოთ. წინა აღუდგეთ ეშმაკსა და ამუხილავი ძალების წინააღმდეგ მოვემზადოთ. მოღვაწეობის ისრები მათ გულებს ვუგმიროთ. საცნობებით სრულქმნილებს დავეწიოთ. ცხოვრების ეს მეწამული ზღვა გადავლახოთ. ამ დიდი წუთის უფლის უფსრული დავასრულოთ, რათა უბიწოს სიკვდილით სიმართლის დაუჭნობელი გვირგვინი, უკვდავების გამარჯვებანი, მარადიული ცხოვრების ნეტარება და გამოუთქმელი მოსვენება მივიღოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე თანამამით და სულით წმინდითურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.